1923 1924 წლებში საქართველოში ფართოდ გაშლილმა ანტირელიგიურმა მოძრაობამ ქართული კულტურის მრავალი ძეგლი შეიძირა. საქართველოს სახკომსაბჭოს დადგენილებით საეკლესიო განძეულობას კონფისკაცია უყვეს. განადგურდა კულტურის იშვიათი ძეგლები, ეკლესიები, ხატები, სარიტუალო საგნები, ხელნაწერები, წიგნები. აკაკი შანიძის ინიციატივით 1924 წლის აპრილში ოზურგეთში დაარსდა გურიის საეთნოგრაფო მუზეუმი, რომელმაც მიზნად დაისახა ეთნოგრაფიული მასალების შეკრება და ხელოვნების ძეგლთა მოვლა. მუზეუმის ფონდს საფუძვლად დაედო გადარჩენილი 3 ხელნაწერი და 2 ძველი ნაბეჭდი წიგნი. ყოველი ნივთი, ყოველი ექსპონატი, ყოველი არტეფაქტი, რომელიც ინახება ჩვენს მუზეუმში, უშუალო შემხებლობაში არის იმ დიდ გზასთან, რომელიც გამოიარა ჩვენმა პატარა მხარემ გურიამ შორეული წარსულიდან დღემდე. და ეს წარსული მერწმუნედ მართლა შორეულია. პირველი არტეფაქტები, რომლებიც ჩვენ მუზეუმში ინახება, მიეკუთვნება მე-7 ათასწლეულს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე. თვითონ მუზეუმს საკმაოდ დიდი და შორეული გზა გამოიარა. ჩვენი მუზეუმის ისტორია იწყება 1936 წლის 1 აპრილს. საკმაოდ დიდი და შორეული გზა გამოვიარეთ. ერთი პატარა ოთახიდან დაწყებული მუზეუმი დღეს აი ასეთ დარბაზში არის განლაგებული. რამოდენიმე ექსპონატიდან დაწყებული მუზეუმი დღეს 7000-მდე ეგზემპლარს ნივთს ითვლის თავის კოლექციაში და მინდა გითხრათ, რომ ამ ნივთების შინაარსი ეხმიანება კაცობრიობის განვითარების ფაქტიურად ყველა ეტაპს. 90 წლის მანძილზე მუზეუმის ფონდები მრავალი უნიკალური მასალით შეივსო. მათ შორისაა 9000 წლის წინანდელი ნეოლითური ხანის ქვის იარაღები ანასეულიდან, ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს კოლხური კულტურის ნიმუშები. მელექედურის, შრომის, ვაკიჯვრის, ბაღდადის, მაკვანეთის, ლაითურის ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს განძები. მრავალფეროვანია ნუმიზმატიკური კოლექციებიც. აქ არის წარმოდგენილი კოლხური თეთრის 12 ერთეული. მინდა გითხრათ, რომ კოლხური თეთრის მნიშვნელობა ძალიან დიდია. ეს არის ფაქტიურად დოკუმენტი იმისა, რომ მე-7 საუკუნეში, მე-6 საუკუნეში და მომდევნო წლებშიც საქართველოში, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა სამეფო, კოლხეთის სამეფო. კოლხური თეთრის მოჭრა შეწყდა ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში და ემისიის ცენტრად ითვლებოდა ქალაქი ფასისი. წარმოდგენილია აქ აგრეთვე ცნობილი მეფეების მიერ მოჭრილი სპილენძის მონეტები, რომელიც ჩვენ სახელმწიფო მუზეუმმა გადმოგვცა და აქ შევხვდებით ერეკლე მეორის, ბაქარის, თამარ მეფის, დავით სოსლანის, ლაშა გიორგის და სხვა მეფეების პერიოდში მოჭრილი აი ეს სპილენძის მონეტები.
აქვეა წარმოდგენილი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში მოჭრილი ქაღალდის ფული, საქართველოს რესპუბლიკის ბონი. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ ფულის მოჭრა შეწყდა და ფაქტიურად აღარც ფუნქციონირებდა კიდევაც გარკვეული მიზეზების და გამო. იტალიიდან ჩამოქონდათ ქაღალდი, რომელთაც იჭრებოდა ქართული ფული და ეს ნომინალები ჩვენთანაც არის წარმოდგენილი ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში. ეს განხლავთ ვეფხის ტყავოსანი, ქართული ორნამენტები დამშვენებული, ალუბლის პერყტაში, მაგარ ყტაში ჩასმული, რომელიც დაიბეჭდა ოზურგეთში 1891 წელს კოწიათა ვარდგილაძისა და მიქელაშვილის სტამბაში, სტამბის დაარსებისთანავე პირველ წელს. აქ არის თარიღი 1891 წელი. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპონატი ჩვენი და 134 წელს რჩება როგორც ძველი გურიის დედაქალაქში არსებული სტამბის 134 წლის უკან არსებული ცოცხალ მემატიანე და ამიტომ ძალიან მოგწონს ამ ექსპონატი. თავი ჩვენს მუზეუმელებს და ამასთანავე უნდა გითხრათ ის დავამატო ერთი ფაქტიც, რომ 1895 წელს ოზურგეთში იმყოფებოდა ინგლისელი ქართველოლოგი მარჯორი უორტროპი, რომელიც წერს, დედაქალაქი ოზურგეთი პატარაა, ის ძლივს აღემატება დიდ სოფელს, მაგრამ მისი მცხოვრები ინტერესი იჩენენ წიგნებისადმი, აქ თავიანთი სტამბა და მრავალ საინტერესო წიგნებს აქვეყნებენ. ქართველი ერის ჭეშმარიტმა ჭირისუფალმა, ცნობილმა ისტორიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი ბაქრაძემ აღწერა აჭარისა და გურიის სიძველეთა ნაშთები. მოინახულა შემოქმედის სახელგანთქმული სავანი. 1873 წელს მის მიერ შექმნილ ნაშრომში არქეოლოგიური მოგზაურობა გურია-აჭარაში შემოქმედის შესახებ იგი წერს. შემოქმედში ფერისცვალების ტაძრის კარიბჭეში არის საფლავის ქვა, რომლის ხავერდის გადასაფენზე ასეთი წარწერაა: გურიის ატრიატში გარდაცვალებულის თავადი ზაქარია იოსების ძე ანდრონიკოვისა ვარ, წელსა 1854 ივლისი 4. ზაქარია ანდრონიკაშვილი ყირიმის ომის 1853-56 წლების ჩოლოქის ბრძოლის მონაწილეა, ასეულის მეთაური, რომელმაც სახელი გაითქვა და გმირულად დაიღუპა. ექსპონატის პასპორტიდან ვიგებთ, რომ ეკლესიამ 1926 წელს ახლად შექმნილ მახარაძის მუზეუმს შესწირა ხავერდის გადასაფენი, კუთხეებში ანგელოზების გამოსახულებით, შუაში დედაღვთისმშობლის გამოსახულებით, რომელსაც ქვია ვედრება, ხოლო ირგვლივ მოსირმული ყვავილოვანი ორნამენტებით. დღეს, როგორც ხედავთ, ეს ექსპონატი მუზეუმის საგამოფენო სივრცეს ამშვენებს და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ექსპონატს წარმოადგენს. ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს იარაღებს, რომლებსაც გურულები იყენებდნენ საბრძოლო მოქმედებების დროს. ეს გახლავთ ძირითადად კაჟიანი თოფები და დამბაჩები. კაჟიანი თოფები მე-18-მე-19 საუკუნეში გურიაში შემოქონდათ მაჭახელას ხეობიდან. როგორც ცნობილია, მაჭახელას ხეობა წარმოადგენდა იარაღის დამზადების ცენტრს ამ პერიოდში და აქ აკეთებდნენ ისეთ იარაღს, რომლის მსგავსი სხვაგან არ კეთდებოდა და საქართველოს ფარგლებს გარეთაც იყო ცნობილი. მე-19 საუკუნეში იარაღის წარმოება ოზურგეთის მაღალ დონეზე იყო. 1859 წლის აღწერის მიხედვით რეგისტრირებული იყო ოზურგეთში 200-მდე ოსტატი, რომელთა შორის შედიოდა დურგლები და ჭედლები. ისინი ამზადებდნენ არა მარტო იარაღს, არამედ იარაღის ცალკეულ ნაწილებს, მეტალისას და ხისაც. ოზურგეთში ცნობილი ოსტატები იყვნენ,
ამბაკო კვაჭაძე, ამბაკო სალუქვაძე, გიგო სალუქვაძე და ლევან ჩხარტიშვილი. ჩვენს მუზეუმში დაცული არის ამბაკო კვაჭაძის უნიკალური დამბაჩა, რომელიც საიარაღო ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. დამბაჩა მთლიანად ინკრუსტირებულია ოქროთი და მოსევადებულია ვერცხლით. დამბაჩის სიგრძე არის 46 სანტიმეტრი, ხოლო ლულის სიგრძე 32 სანტიმეტრი. ასევე ცნობილი ოსტატის ამბაკო სალუქვაძის დამბაჩა მოვერცხლილი, რომელიც მუზეუმს გადმოეცა მისი შვილის გიორგი სალუქვაძის მიერ. აქვე გახლავთ 1851 წლის აჯანყების ერთ-ერთი მონაწილის საბრძოლო ბუკი, რომელიც მუზეუმს გადმოეცა 1937 წელს ასკანის მკვიდრის ნიკოლაიშვილის მიერ. ხალხის თავშეყრისათვის გამოიყენებოდა საჭიროების დროს. მე-19 საუკუნის მიჯნაზე გურულები მოიცვა ამერიკაში გამგზავრების სურვილმა. გურული მოჯირითები საზღვარგარეთ, კერძოდ ამერიკაში და ევროპის ბევრ ქვეყანაში მოგზაურობდნენ და ავსტრალიაშიც კი. წავალთ ამერიკაში ვერ გავკეთდებით კაცი თუო, გურულად რომ ვთქვათ. $1892 წელს პირველად ინგლისში ჩადიან ეს მოჯირითები, მაგრამ მანამდე ჩამოდის ამერიკის წარმომადგენელი ერკოლი, რომელიც ბინავდება ამერიკის კონსულთან ჯეიმს ჩემბერსთან, ჯონი ჩემბერსი იყო ასეთი კაცი და იქ ხელზე მოსამსახურეთ იყო ჯორბენაძე, კირილო ჯორბენაძე. ხელზე მოსამსახურე, მაგრამ ეს უბრალო ხელზე მოსამსახურე კი არ ყოფილა. ის თვითონ მოჯიით ძალიან ცნობილი და მოყვარული იყო ამ ჯირითზე, მიჯი ოჯახის წევრები ჯირითობდნენ. გადაწყდა რომ შეკრებდნენ ჯგუფს. პირველი ჯგუფი გავიდა ინგლისში 1892 წელს, ხოლო 1893 წელს უკვე დაიწყო ამ მოჯირითების გასვლა და პირველი ჯგუფი წავიდა ბათუმიდან, ბათუმში იღებდნენ გუბერნატორისგან პასპორტს, ჩდებოდნენ და 50 დღის შემდეგ ჩადიოდნენ. აპრილში იყო გასვლა და ოქტომბრის ბოლოს სეზონი თავდებოდა, ისევ ზოგი რჩებოდა იქ, ზოგი უკან ბრუნდებოდა. $1892 წლიდან რევოლუციის
და შემდეგ იმის რევოლუციის გამარჯვებამდე უკვე ესენი მასიურად გადიოდა და 30 წლის განმავლობაში ართობდა მსოფლიო ახტოვანებაში მოყავდა ამ გურულ ცხენოსნებს. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით გურიელების მემორიალურ კუთხეში. მოგახსენებათ, ჩვენი მხარე არის გურია და გურიის გამგებლები იყვნენ გურიელები. მათი ისტორია გურიაში იწყება მე-12 საუკუნიდან. თავდაპირველად გურიელები იყვნენ სვანეთის გამგებლები, ვარდანიცნები. მაგრამ მესამემ ვარდანის ძეს გადმოსცა გურია სამფლობელოდ. შემდეგ იყვნენ ერისთავთერის თავები და მე-15 საუკუნეში უკვე გურია გახდა დამოუკიდებელი სამთავრო, ვიდრე მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში არ დაკარგა დამოუკიდებლობა, ანუ რუსეთს შეუერთა მთელი საქართველო, მათ შორის გურიაც 1829 წელს მოხდა ეს. 30-ში გაუქმდა ავტონომია გურიელების შესაბამისად. ჩამოერთვა ტიტულიც და 1850 წელს იმპერატორის ბრძანებით გურიელების ფეოდალური სახლის წარმომადგენლებს 4 ოჯახს მიენიჭათ თავადის წოდება და გურიელი როგორც გვარი გადაესათ ეს მფლობელობაში თუ შეიძლება ვთქვათ. მის შემდეგ გურიელი გახდა გვარი და არა ტიტული. მუზეუმში არის შემონახული როგორც ხედავთ, გურიელების ნაქონი ნივთები. მუზეუმის მნიშვნელოვანი მონაპოვარია ის ექსპონატები, რომელიც ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს. ვაშნარი, იგივე სპონიეთი, ძველი არქეოლოგიური ძეგლია საქართველოში. მდებარეობს გურიის მხარეში, სოფელ გურიანთის ახლოს, მდინარეების სკურდუმის და საცივეს შესართავში გაშლილ ადგილას, შემაღლებულ ბაქანზე. მეცნიერთა ვარაუდით, ადრეული შუა საუკუნეების ციხე-ქალაქის ვაშნარის ძლიერების პერიოდი მე-5-მე-8 საუკუნეებით განისაზღვრება. იგი ეგრისის სამეფოს მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. დიმიტრი ბაქრაძის თვალსაზრისით, ვაშნარის ციხე-ქალაქმა მე-8 საუკუნეში შეწყვიტა არსებობა მურვან ყრუს შემოსევების დროს. იგი ნაკაშიძეთა სამფლობელო და საზამთრო რეზიდენცია გახლდათ. სამეცნიერო ინტერესი ციხე-ქალაქის მიმართ მე-19 საუკუნეში გაჩნდა. 1833 წელს ვაშნარი პირველად მოინახულა ფრანგმა მკვლევარმა დიუბუა დე მონპერემ და მისი გეგმა შეადგინა. თუმცა მან ვაშნარი პეტრას ციხის ნაშთად მიიჩნია. აღფრთოვანებული დარჩა იმდენად, რომ მან ეს მოიხსენია როგორც პეტრა.
და აი ამ მოხსენიებამ, პეტრას მოხსენიებამ გამოიწვია ბევრის შემდგომში ბევრის ცოტა სხვანაირად გააზრება. პეტრა ციხისძირი ზოგმა იგულისხმა ეს იყო პეტრა ციხისძირზე საუბარი. თუმცა ჩვენი აზრით რატომაც არ შეიძლება პეტრა ერქვას, როცა თვითონ პეტრა რას ნიშნავს? ციხეს, სიმაგრეს, კლდეს. პეტრი დაარქვაო რა, და ერქვაო იმან. აქედან გამომდინარე, ის ალბათ გულისხმობდა ამის ციხეობას, დიდ ციხეობას, თორე პეტრა ციხისძირის არსებობა მან იცოდა. 1851 წელს გურიის აჯანყებას ვაშნარიც მოუწევს. ვაშნარის მფლობელი გიორგი ნაკაშიძე პოლკოვნიკ ბრუსილოვთან ერთად ოზურგეთში გაქცეულა. 1873 წელს კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოებამ ვაშნარში გათხრების ჩასატარებლად თავისი წარმომადგენელი გაგზავნა. ამავე წელს იქ დიმიტრი ბაქრაძე ჩავიდა და ციხე-ქალაქის ახალი გეგმა შეადგინა. შემდეგ ამის ისტორია საბჭოთა პერიოდში გადმოდის ამ ძეგლის კვლევის ისტორია. ეს არის დაკავშირებული ჩაის ფაბრიკასთან. აი სოციალისტური საკითხებთან და აქ აშენდა დიდი ჩაის ფაბრიკა და ამ ფაბრიკის პერიოდში გაიჩეხა აქაურობა, გაიწმინდა და აღმოჩნდა ესეთი ნანგრევები. ჩვენ გვაქვს საარქივო მონაცემები, ფოტოსურათები, სადაც ჩანს, რომ ამ ადგილას საკმაოდ მაღალ დონეზე იყო შემორჩენილი ნანგრევები. ეხლა თქვენ ვხედავთ აი აქ ვაშნარის ტაძრის საკურთხეველს. ერთადერთია, რაც ვიზუალურად მიწის ზემოთ არსებობს. დანარჩენი ფაქტიურად რასაც ეხლა თქვენ ხედავთ და სწორედ აი ამას წმინდავთ ჩვენ, არის არქეოლოგიური გათხრების შემდეგ ეს ყველაფერი მოასწორეს. მოხსნეს კედლები, როგორც ჩანს, ეს საკურთხევლის ნაწილი არ დაანგრიეს, ვერ დაანგრიეს, ეს არ ვიცი, მაგრამ მოხსნეს და დანარჩენი აი სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, მინდორად და ლამაზ პარკად გადააქციეს. არსად საქართველოში არც ერთ კუთხეში ტაძარს არ გააჩნია ის, რაც აქ არის. ეს არის ეგრეთ წოდებული მარტირიუმი, ანუ მოწამეების საფლავებთან დაკავშირებული მავზოლეუმი. ანუ მავზოლეუმის ტიპის ნაგებობა, ქრისტიანულად მარტირიუმი ალბათ უფრო და ესეთი არსად არ აქვს. აქვეა მოპოვებული ბერძნულ წარწერიანი ქვა, რომელიც 1959 წელს აღმოაჩინეს. წარწერიდან ირკვევა, რომ იმ ბაზილიკური ტიპის ეკლესიას, რომლის საძირკველშიცაა ეს ქვა მოპოვებული, ჰქონდა სანათლავი და საქალებო. ქვა დაცულია ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში. პოლიგრაფიული ნიშნებით წარწერა მე-5-მე-7 საუკუნეებით თარიღდება. აი ნატანების მდინარე ეს ქალაქი სარგებლობდა მდინარით, ზღვიდან ამოდიოდნენ ნავები ქალაქისკენ. ანუ სავაჭრო ცენტრიც იყო. ეს არაა მარტო საეკლესიო, ქალაქია. ძალიან დიდი ძეგლია და ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი. მესხურ დასავლეთის რაღაც ერთიანობის რაღაც ნაწილია. იბერიასა და ეგრისის, იბერია კოლხეთის. ეს ფარნავაზიდან მოყოლებული ხო შემოდის მესხური რაღაცა ტალღა. ანუ ფარნავაზი არის მცხეთელი, მცხეთიდან და ქუჯი უთმობს
მას აი ამ ერთიან სამეფოს. ეს ალბათ უფრო ადრეც ხდება. აი ამ ქართული ტომების ერთიანობის შექმნა ერთ სახელმწიფოში. მაგრამ ბარნავაზის დროს ხდება მისი უკვე ფორმის მიღება სახელმწიფოში. ნაქალაქარი და ზოგადად ოზურგეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ახალი არქეოლოგიური მონაპოვრის მოლოდინშია.